ძალიან დიდი მადლობა, მოგესალმებათ. ვანო ჯავახიშვილის შოუ. მუშაობა შეუდგა ახალი მთავრობამ. ენერგეტიკის მინისტრად დაინიშნა კახი კალაძე, ყოფილი ჯიუდოისტი ზურაბ ზვიადაური, დაინიშნა პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ. ისე რო ვაკვირდები, საქართველოში მაგრად დაფასდა სპორტის სხვათა შორის კიდე. აი, ფასობს მე მგონი სპორტი. ალბათ ჯობია რომ სპორტს უფრო მივაწვეთ, მე მგონი კარგი ვარიანტი არის უფრო. დიახ. ქუთაისში მუშაობა დაიწყო ახალმა პარლამენტმა, პირველ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა მიხეილ სააკაშვილი. ქართული ოცნების დეპუტატები ფეხზე არ ადგენენ პრეზიდენტის შემოსვლისას. ხედავთ, კიდევ რამხელა გავლენა აქვს სააკაშვილს. რამხელა გავლენა აქვს მიშას დანახვაზე მუხლი მოეკვეთა ყველას. ვერ ადგენენ, მოეკვეთათ მუხლი, რანაირად ადგებოდნენ. ნაციონალებმა კითხეს ქართული ოცნების დეპუტატებს, რატომ არ ადექით ფეხზე, როცა პრეზიდენტი შემოვიდაოდა. პრეზიდენტი, ეგეც ახლა პრემიერ-მინისტრი არ გყავდესო რა. სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილი ძალიან ნერვიულობდა, ეთყობა შეამჩნია, რომ 10 ნაციონალების დეპუტატი ბიზნესკენ იყურებოდა. და მე მიშა მიკითხა, რომ რა არის ეს რაღაცა უცნაური სუნით გასო დარბაზშიო და ბიზინა მუთხა იქიდან, ჩემო მიშა, ეგო საკონსტიტუციო უმრავლესობის სუნით გასო ეგ თვითონ. დარბაზში დგას ეს სუნი. მოგესალმებათ, ბოლოს მიშამ თქვა, რომ მალე ჩვენ ეხლა კი ვართო უმცირესობაშიო, მაგრამ მალე ჩვენ ისე ვიქნებით უმრავლესობაშიო. ანუ ისე ვიქნებით უმრავლესობაშიო, ესე თქვა მიშა. მე დავჯიქ ფიქრობდი სახში, რა თქვა მეთქი ესეთი და ეთყობა ქართულ ოცნებაში აპირებს მიშა გადასვლას თუ რატო? აბა რანაირად უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში. რანაირად. უმრავლესობა, რომლის შემადგენლობაშიც შედის ცნობილი მოაზროვნე გედევან ფოფხაძე, პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩია ბროლის დავით უსუპაშვილი. მის არჩევას ნაციონალების 5 დეპუტატმა მისცახმა, ამაზე ნაციონალებმა განაცხადეს, ქართული ოცნება ჩვენი დეპუტატების გადაბირებას ცდილობსო, მათ ბიზნესებზე ახორციელებენ ზეწოლას და ავიწროებენ ყველასო. ავიწროებენო, მოკლედ ჯერ არ მოსულან ხელისუფლებაში და ყველაფერს ჩვენაირად აკეთებენო. როგორ შეიძლება ესეთი რაღაც? სწორი უთხრა ეხლა, რა უთხრა ესეთი? ახალმა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურია ახალი ფინანსთა მინისტრი, ესეთი გვარია ხადური. განაცხადა, რომ ბიუჯეტში 200 მილიონი ლარიაო დარჩენილიო. მე მერაბიშვილმა უპასუხა, რა 200 მილიონია, კაცო 2 მილიარდიაო. რაღაცო გეშლებაო შენო ნოდარო. ხადურმა თქვა, რომ რა მეშლებაო, კაცო, შანსი არ არისო. მე თვითონ დავითვალე, არაფერი არ მეშლებაო. ჩოთქმა ამხელა ცდომილება არ უნდა მომცესო. გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს ზურაბ ზვიადაური და აუხსნეს. აი ეს არისო ტყეო. ესო მდინარეაო. ეს კი მთა არისო. მე ზვიადაურმა იკითხა, გარემო სად არისო თვითონ. ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარედ აირჩიეს ზაქარია ქუცნაშვილი. ზაქარია ხომ გახსოვთ რომელი არის? აი როგორი არის ქუდი რო ახურა სინამდვილეში თმები რო აქვს. აი გარი ზაქარია ქუცნაშვილი პარლამენტის სიტყვით მიმართა. სიტყვით ეს ნახოთ ეს ვიდეო ძალიან საინტერესო. თუ საქართველოს პარლამენტის რომელიმე წევრს, ანუ ჩვენ, წაცდება ხელი და ქართველი ხალხის ფულს მოიპარავს, როგორ იქნება მომავალი მთავრობის მეთაურის რეაქცია? რა უნდა ზაქარა? კომბოსოშვილი. პრემიერ-მინისტრმა ბიზინა ივანიშვილმა საპარლამენტო შეხვედრები გამართა ფრაქცია ნაციონალებთანაც, სადაც განაცხადა, თქვენი მთავრობა საერთაშორისო ორგანიზაციებს ატყუებდა მაგარი მიღწევები გვაქვსო, ეს იყო ტყუილიო, როგორ გეკადრებათ ბატონო ბიზინა, ვინ ატყუებდა? აგერ დუბაიში იყო ჩასული სააკაშვილი და მე-9 ადგილზე გავედით ბიზნესის კეთებაში. ბიზნესის კეთების სიმარტივეში გავედით. თუ არ გძიათ, აი ეს ნახოთ ეს ვიდეო და განახებთ და დაგარწმუნებთ ბოლომდე.
მოქვეყნდა რეიტინგები მსოფლიო ბანკის იმ ქვეყნების, სადაც არის ყველაზე ადვილი ბიზნესის კეთება და საქართველოს გადაინაცვლა გასული წლის მე-16 ადგილიდან წელს უკვე მე-9 ადგილზე. აჰა, პედაო. ნუ კიდე დიდხანს ისაუბრებდა მიშა, მაგრამ მე დუბაილმა სტუდენტებმა უთხრესო, ბიძიო, იქნება დაგვიბრუნო ეგ კონსპექტები. ლექცია გაქვს. დაგასვით, მე არ მეზარება, კაცო, მე არცად არ მეწყარება, გოგა ხაჩიძე ბიძინა ივანიშვილს ირონიული შეკითხვა დაუსვა ეს ვიდეოც შეგიძლია ვნახოთ. ჩვენ ვიცით რომ თქვენ იუმორის დიდი მოყვარული ხართ და ჩვენ დღემდე ვიცით თქვენი ორი ანეკდოტი, ერთი მიტუას და მეორე შედი ქალობუტკაში ცნობილი ფრაზით, მესამეც რომ დაგვიტოვოთ. ანუ უთხრა რომ იქნება ერთი ანეკდოტიც მოგიყვეთო და ბიძინამ უთხრა რომ კი ბატონო მოგიყვებითო და დაიწყო ანეკდოტის მოყოლა. აი მაგალითად ესეთი ანეკდოტიო, კაცი იჯდა სკამზე და გადაჯდა მეორე სკამზე. ნუ ხაჩიძემ ეგრა ანეკდოტიაო. ნუ ანეკდოტი ისაა რომ ეს კაციო შენს უკანა სკამზე იჯდაო და ალასანიას უკანა სკამზე გადაჯდაო. მე ხაჩიძემ უთხრა გადაჯდა და იჯდერაო. მერე ბიძინამ უთხრა იცინე შენ, იცინე და 15 ასეთი ანეკდოტი მინდა კიდე და ფაფუშერი პრეზიდენტიო. გოგა ხაჩიძე ქუთაისის პარლამენტში ველოსიპედით მივიდა, ეს ვიდეო შეგვიძლია ვნახოთ, საინტერესო ვიდეო. ანუ პარლამენტს უკვე ორი ჩიორა ყავს, ჩიორა თაქთაგიშვილი და ჩიორა ხაჩიძე. ვიცი გოგა რატომაც მიხვედი ველოსიპედით ახლა, მაგრამ მაინც გირჩევ, რომ ცოტა მოერდი ბიძინასთან კამათს, იმიტომ რომ თორე შეიძლება მაგ ველოსიპედის ცეპმა შენი პოლიტიკური კარიერა ჩაითრიოს მთლიანად. არ იქნება ეგ აი ამბავი. ნაციონალებმა კრიტიკული შენიშვნებით დაღალეს პრემიერ-მინისტრი, მაგრამ სამაგიეროდ ქართული ოცნების დეპუტატებმა დაასვენეს ყველაზე კრიტიკული შეკითხვა, დასვა ზაქარია ქუცნაშვილმა და თქვა ესეთი რაღაცა, ბატონო ბიძინაო, როგორ გიხდებათო ეს ჰალსტუხიო, სად იყიდეთო? ხედავთ, სად იყიდეთო? ანუ სად ქონდა მაგის ფულიო, გაიგე რა იგულისხმა, სად იყიდეთო? ეს იგულისხმა. ზაქარია ქუცნაშვილი ხო ის მწობელია? აი როგორია რომ ქუდი რო ახურებს, მაგრამ სინამდვილეში თმები რო. მოკლედ თავის დეპუტატებთან ივანიშვილის შეხვედრაზე იმდენი ტაში და ქება დიდება ისმოდა, რომ კამერებმაც დააფიქსირეს, როგორ ჩაიარა დარბაზში ბრეჟნევის სულმა. ივანიშვილმა განაცხადა, მე წელიწად ნახევარში საერთოდ წავალ ხელისუფლებიდანო. ვითომ წელიწად ნახევარში? მე მგონი უფრო ადრე მიხვდება ხალხი. რა უცნაური ქვეყანაა საქართველო, მოკლედ რა. აი სააკაშვილმა წააგო და არ მიდის, ივანიშვილმა მოიგო და მიდის. ვეღარ გავიგე რა ხდება. ანუ სულ რაღაც წელიწად ნახევარში წავა ბატონო ბიძინა და დაგვიტოვებს ქართული დემოკრატიის ნოვატორებს. დავით ონოფრიშვილს, თედო ჯაფარიძეს, სამშობლოზე გულანთებულ ადამიან წყევლას, მურმან დუმბაძეს და ზაქარია ქუცნაშვილს. ქუცნაშვილი ქუდითმა. რომელიც არის? თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დატოვა საქართველო და ამერიკაში გაფრინდა, თვითმფრინავი რომ დაიძრა, მანდატურები ბიზნესზე, დიმა აღარ გიდა ბინოკლი და თვითონ შაშკინმა განაცხადა, რომ მე მივდივარ, მაგრამ ჩემი გული და ბლანჟეო თქვენთან რჩება, მეგობრებო. გაირკვა, რომ ტელეკომპანია იმედი გიორგი არველაძემ სამლარად მიჰყიდა პატარკაციშვილების ოჯახს. მინდა არველაძეს მივმართო, ეს 3 ლარი რო გააქანე ჯიბეში დაურიგე ღარიბებს, რატო არ ურიგე?
ხედავთ რა იაფი ყოფილა იმედი, რა იაფი 3 ლარი, არა და რუსთავი რომ 7 ლარს ფეხს არ უცლიან. არ უცლიან ფეხს. და ბოლოს საინტერესო ინფორმაცია, ახალი მთავრობის ინიციატივით სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდება ლიმიტირებული. ანუ შეგეძლება წელიწადში რამდენჯერმე უფასოდ გამოიძახოს სასწრაფო, ხოლო ლიმიტის ამოწურვის შემდეგ გამოძახება გახდება ფასიანი. ყოჩახ, ეგრე უნდა მაგათ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას ავანტყოფების პარპანს. აი ესე.